თბილისიდან აღმოსავლეთისკენ რომ წახვიდეს, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთ გრძელ მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ხოლო ქვემოთ გადაჭიმულია ვერტელა ვერში, კახეთის ვერი. დიახ, სწორედ აქ, ამ დროს იყო მშვენიერი სოფელი, რომელსაც ვაშლოვანი იყო. სოფლის ნაპირას ისახლო იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე. ეს სასახლე ეკუთვნოდა თავად ზურაბ ქართველადესა, რომელიც განთქმული იყო მთელს კახეთში თავისი სიმდიდრით და ყურადღებით. ზურაბს ცოლად ჰყავდა ქართლიდან მოყვანილი ქალი, მაგდას. ზურაბს და მაგდას შვილად ჰყავდათ ერთადერთი ქალი, ქეთო. სოფელს ვაშლოვანში ოდისგან გაიარებოდა ორი ბაჯაჯუნა ლეკი. ესენი ისეთი წყალწაღებულები იყვნენ, რომ ამათგან ცუდი საქმის კეთებას არავინ მოელოდა. მაგრამ მათ მალე გაამართლეს ქართული ანდაზა. წყალწაღებული უდაბზე იყო. იბრაგი ოქროს თავად ქართველების სახიდან. ეხობა ძალიან დიდარი კაცი. მაგის ბადანი მთელს კახეთში მეორე არ მოიძებნა. მე თვითონ სულთვავია. იბრაგი
ეს მისჩერები ხარ მაგსახკა. გამოდი. ამაზე უკეთეს რას ნახავს კაცის თვალი. გინდა თავადილით მდიდარი იყო? იტყვი ხოლმე რაღაცას. იბრაგი. იბრაგი. რა იყო რა შემიჭამებული? რა გინდა? ღმერთმა გაუზარდოს. და სანამ ღმერთი გაუზრდის უნდა მოვიდაცოთ. ვინ? ქეთო? ამდენი ხანია რაც მერაშენ საბატონო დამიარები, ჰა? მე მოვიდა. ისეთივე ხატაკები ვართ როგორიც ვიყავ. ისეთივე ძაღლული ცხოვრება გვაქვს როგორიც ხონდა. მაგრამ სხვა ხომ თუ მოიქცევით. ერთ მოშას გავდიდრდებით და მოვუშვებით ამდენ. აი მაგრახსა და ლაწლაცა. ჰა? ვერ დაგვიჭერენ. თავადი ქართულაზე ხო ძალიან მდიდარი. ხო, მაგრამ რას ვაგებს მისი სიმდიდრე? ვარგებს თუ თქვით მოიქცევ. ამ დიდარ კაცს ხო გაგიჟებით ყვას თავისი ერთადერთი შვილი. შვილი ვის არო? ნამუსეში ჩაიგდე და მოვისვა. ქეთო ხშირად ამიტომ შეთამაშოთ ხოლმე. ხო, მერე? და მე და შენ შორი ახლოს ჩაუსახეთ. და ხელსაყრე დროს დამელოთ. მიჯო როგორ ფიქრობ? თუ როგორ მეკეთოს მოვიტაცებ და თქვენ წავიხოთ დაღესტანში. ქართულადე დაიშვირებს ოქროსა და ვერცხლს რომ ვიდან დაიხსნა თავისი შვილი. იბრაგი. ჰაი, რომ არ დაიშვირებს. არ დაიშვირებს. კეთო მეტად საყვარელი ბავშვი იყო. ცხრიალა. დაუღალავი მოჭიქჭიქა. დედმამას მასე ემოსდიოდა მზე და მთვარე და გაგიჟებით უყვარდა. მაგდანს ჰქონდა საოცარი ხმა. მისი სიმღერები განხმული იყო მთელს კახეთში. კეთოსაც ძლიერ უყვარდა დედის სამღერის სიმღერები. განსაკუთრებით იავნა. იგი ხშირად ამღერებდა იავნანას და თვითონ კი სულ განაბული ისდა და უსურვდებდა დედის სამღერებს. Irashi რამდენი დღეა? აბა შეთქმე. წელიწადში რამდენი დროა? 4. ოჩა. აბა მითხარი. რა დროა, როცა ცილა და თოვლია? ზამთარი. კარგი გოგო ხარ. როცა ხეები მწვალი წიმოსება და ყვავილები ამოდის? გაზაფხული. ჩემი ჭკვიანი შვილი. ჩემი ნერგიდაძე. ეს რა არის? ვერცხლი? საბუდაში ვიყავ. კეთო, იცი რომ ვერცხლში წიწილა არის? ცილა? მე იქნებ საჭმელი არა. წიწილა რითი ღებება? ვერცხლის ცილა და გული საჭმელიცაა და სასულებიც. დედიკო, ვერცხლიდან წიწილას რა ჩეკავს? რა ჩეკავს ჩემო ანგელოზი და დედის სიტყვა? დედის სიტყვა? დედიკო, ვერცხლი რომ გავადგინო, წიწილა გამოიჩეკება? გამოიჩეკება, აუცილებლად გამოიჩეკება. წიწილა უნდა გამოვჩეკო. მე არ ვიშილია ციცილა ფორმა რომ მოგწევს. ვერ მომდაცებს. ვერ მოგწევს. ვერა. კეთო. მე ქორი ვარ. ქორი ვარ, კეთო მოვდივარ. ჩემი კარგი გოგო, ჩემი ციცილა ჩემთან. დედიკო, ფორმადი
მალია, ყველი და პურიც მოგვეცით, ხორცი ჩაგვიდეთ მალია. 9-მთა გადავიარეთ. 9 წყარო შევსვით. 9 ზღვა დავხურბეთ. კარდა დავდივართ, დაუბერიკაობთ. ხან ჭონას ვამბობ, ხან გაზიერობ, ხან ლაზღანდარობ. გვალვიან მიწას მივას ვაფურებ. ჩვენი მორბედი მაჩაბელი ყოფილა თურმე. გუნდი ყოლია 9 ძმანი. ხმალში ცნისდებდნენ მამულიშვილებს. ის გუნდი ზოლაში გაჟლეტილა თურმე. ხალი გასულა ჩვენ გავჩენილვა. რაკიყა იმოდენა ვეღარ შევძელით. ვერიკაობის ჭაპანს ვეწევით. ბერიკები ვართ, ბერიკები! ნახსენი. მე ჩქარე.
დროზე უნდა დავბრუნდე ცხვარზე. ახსენი მეთქი. ახსენიო. ბავშვი? ბავშვი? მოშიებული ციხეა. საწო შეიყვანე. დააყურე, გააჩი. ხავადის ხავდა. ვის მოსტაცე? არ მოგიწევს. ის მოწამო. ძაძე იყო, ძაძე. ზაზე კი არა, ტყეში იყო. დიახ, ძაძე, ოღონდ სიმართლეს ყვით თორემ წალებს დაგაყრებინე. მე აღარ შუაში ვარ. ამან ძალით წამოყვანა. ეცივდი ხელი. დიდო ნაიბო. ამ ბავშვის პატრონს ჩვენი ვარია. დიახ, ჩვენი ვარ. ბავშვის პატრონი თქვენი ვარია? დიახ, ბავშვი მოგწევს და ბავშვი დაუბრუნდა. დავბრუნებ ოქროზე. ოქროზე, დიახ, ოქროზე. აი ოქრო. ოქრო? როგორ გაბედეთ? როგორ გადედეთ და მშობლებს შვილი როგორ მოწმე? არ მოვიდათ. მიყლებო. თუ წამოვიყვანეთ დიდო ნაიბო. მე ხო შვილო ხარ. ვის ბედურებაზე შენი ბედნიერება? ო, თქვენთვის გვიჩვენია დიდო ნაიბო. მოიცა. თქვენი საჩუქარი რამქი. აიღეთო. მოიცა. ჩვენია ვატსი. მე შემიძლია ორივეს თავები დაგატავა. მაგრამ მიპატიებია ერთი პიროვნება. დიახ. რეისიკი. პირზე ბოქლომებს დაიდებთ და ამ არემარაში არ გამოჩნდეთ. სამარიები ვარ დიდო ნაიბო. სამარიები. ახლა კი მომცილდით თავიდან. აიღეთ ოქრო. ეს მომეცა. ჩემია. ხო გეხმარებოდი. დიდა სწავლა. მე წაგიყვა შენს დედიკოსთან, შვილო. წამიყვანე ჩემს სახლში, ჩემს დედიკოსთან. აი შენი დედიკო, შვილო. ჩემს სახლში მინდა. აი შენი სახლი, შვილო. ზეინა. დედიკო. შემდეგ ქეთოს ნამდვილ მშობლებად მიაჩნდა ნაიბი და მისი ცოლი. იმათით ხარობდა, იმათით ცოცხლობდა. ხოლო ნამდვილი დედმამის კვალი თლად წაიშალა მის გონებაში. ლეკურმა ენამ ქეთოს მეხსიერებაში ნელ-ნელა დღითი დღე შეასუსტა ქართული ენა, საბოლოოდ დაიჭირა მისი ადგილი და ჩააქრო კიდეც. ქეთოს დედმამამ დიდხანს არ იცოდნენ რა უყვეს ლეკებმა ბავშვს, სად გადამალეს, ვის მისყიდეს ან სად გააშვიდეს. ამ გოდებაში გავიდა 10 წელი. ბოლოს ერთმა ნაცნობმა ლეკმა ზურაბს ამბავი მიუტანა, შენი შვილი ამადამ ნაიბს უშვილებია და ზრდის როგორც საკუთარ ქალსა. ზურაბმა იმ წუთას კაცი აფრინა შვილის დასაბუთად. الله أكبر
მათუებს თუ მეხსიერება მღალატობს. არც ერთი და არც მეორე დიდონაიბო. ხომადი კრძალები, კრძარი თუ ცოცხალი ამ არემარაში არ გამოჩნდნენ. ვიცი, დიდებულნაიბო, მაგრამ რა მექნა? თავადი ქართულად აღარ მასვენებს. რავო? არ მოეშვა ფიქრის კეთოს დაბრუნებაზე. რას მოეშვება დიდონაიბო, ის ხო მამა? ერთ დროს იყო. თუ ახლა ჩემია. ხვიძლი შვილივით მიხვას. მაგრამ ნამდვილი მშობელი არავით არ მაგრა. თუ ახლა ზეინაბია. ნამდვილი ლეკის ქალი. ცოტა ხანში გავათხოვებ კიდეც. ზეინაბი ქართველების ნაცვლად ლეკებს შობს და გაზრდის. ქართველებზე არის შურებს ოქროსა და ვერცხლს შურის დასაბრუნებლად. მთელი კახეთის ქონება ცხვირწინ რომ დამიხვავოს. მაინც არ მივცე. ქართველებთან დრობას არ გირჩევთ, ნაიბო. ჯერ არ ყოფილა რომ ქართველებს ლეკები აეციოქებინო. აი ჩვენ ლეკებს დიდონაიბო. 10 წელიწადია რაც ქართველების ოჯახში წვენდი არ შემშრალა. მისი ეზოდან მხოლოდ გოდების ხმა ისმის. შეიბრალეთ ქეთოსტანჯული დედა. ქეთო აღარ არსებობს. ქეთო მოკვდა. ხოლო რაც შეეხება ზეინაბს, მას ნამდვილი მშობლები აღარ აქვს. ჩვენ გვეძახის დედას და მამას. შენ კი ჩამჩიჩინებ, მშობლებს შვილი დაუბრუნეო. მერე ხომ ჩემი ოჯახის შეიმოსება ძაცები. მაგრამ არავით არ კი მაგრამ. თუ არ მოეშვები ახლა მოგუგზავნებ, თავის არასდები ნოდა ცხვრად, თავად ქართველებსაც მიატყვა. აულახილება თქვენი მფარველი დიდონაიბო. გოდია. გოდია. ქართველებზე დაარწმუნე. შვილის დაბრუნებაზე ფიქრს თავი დაარწმუნებს. ასე აჯობებს. მისთვისაც და მისი ცოლისთვისაც. მე მგონი შენ ეს შეგიძლია. ყოველთვის თქვენ სამშობლოში მიგულეთ დიდონაიბო.
ლაკი გაცილია ქაურობას თვალი არ მიმოხდა. მიქრი ვარ მგზავრდება. დიდა საუბარი. გავიდა 13 წელიწადი. სწორედ მე-13 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთხელ წარგზავნილი ლეკი ეწვია თავად ზურაბ ქართველაძეს. სასიხარლოს ვერაფერს გეტყვით. თქვენი ქეთო უკვე ნაირის ხალია. აღარც კახეთი ახსოვს და აღარც ისე მეგაბაიკეთოს ვენახი დამცეთყოდეს და ვყარა. ასიზა, თავად ქეთოს ნაიბი და მისი ცული საკუთარ თავს რჩები. დედასთან მომასწავლე. სხვისგან შობილი, სხვა სედახის დედასთან მოსვიდა. ჩულოთა მიწა საკუთარ სამშობლოდ მიიწვა. შვენიერესი ქართული ენის ნათლა. სხვაენაზე მეტყველებს გადამიჭიშეს. სარვაკთ რაღაცა. მართალი ხარ თავადო? მართალი. შესნაიბს გადაეცი ალაყი დაჭისამს. დიდა საუბარი. ის უზრუნველობაზე აღმოცენებული ბედნიერება არავის შეჩენია და რაღა ნაიბი იქნება გამონაკლისი. თავადო, ანცის ქვეშეთში ყველაფერი ისე რომ კეთდებოდეს როგორც საჭირო. 60 იქნებოდა და არა ცის ქვეშეთში. მართალს ნაიბს გადაეცი. კეთოს დაბრუნებაზე დღეიდან თავს ვატოში. უფრო მეკვიც. რომ დამიბრუნო ჩემი კეთო აღარ. ის უკვე ლეკის ხალი არ გამომადგენ. სწორედ ფიქრობ თავადო, სწორედ ფიქრობ. შენი ნაიბი მოამედის მოყალატება. ოლო. რამდენ ცოდვას ჩადიან ადამიანები ისმაილ, რამდენს. შენი დიდი მადლიერი. და ყოველთვის თქვენს გვერდით ვიდექით თავადო. შეგიძლიათ შვიდანი. ჩემი მხრიდან არავინ შეგაწუხებთ და ნურც თქვენი მხრიდან გამოჩნდება. აღარ მითხრა და ჩემს მეუღლეს. ყივილი გამგვიამდეს. ეგრევიზა. შვიდობით ბრძანდებოდეს თავად. შვიდობით ბრძანდებოდა. შვიდობით ბრძანდებოდა. ჩემს მტერს თქვენ რომ შვიდობიანად იქნებით გაიძვერეთ. ამათ მზაყრობას ზაყროლობით თუ არ უპასუხე არაფერი გაქვს. მერთო მიშველე ჩემი ქეთო ჩემი უნდა იყოს.
ნაიმის სოფლის პირას და მოხერხებულ ადგილას დავიდო. ზურაბმა იცოდა, რომ ქეთო ყოველ დილით მეგობარ ქალებთან ერთად წყლის მოსატანად მიდიოდა. ამოვიდა თუ არა მზე, ქართველაძე მივიდა გზის პირას. ამოეფარა ხეების გულს და დაიწყო ცქერა იქითკენ, საიდანაც ქეთოს უნდა გამორევი. კარგახლის როდინის შემდეგ შორს გამოჩნდნენ ქალები, ლეკურად ჩაცმულები. ზურაბს აუჩქარა გულისები, ვაი თუ სულაც არ იყოს ქეთო. ქალები თანდათან უახლოვდებოდნენ. ზურაბი დააცქერდა ლეკურად ჩაცმულ ქალებს იწნო თავისი ქეთო, ცოტა იერში ეცმული. ბევრად გაზრდილი თავის ხალზე, მაგრამ ფერი და პირის სახე ისევ პატარობისა შერჩენოდა. მამის გული უსამო სიხარულით აივსო, როცა თავისი ქეთო ისევ ქართველად იწნო. ზურაბი ნელა მიუახლოვდა, ნელა გადაუდგა წინ. ქეთო შვერივით განძე გახდა, მე შეგიდა შვილო, მამა შენიღო. მოვედი რომ დედასთან წაგიყვანო. ქეთო შიშით უსმენდა უცნაურ სიტყვებს და ვერ გაეგო თუ რა უნდა და ამ უცხო კაცს. ზურაბ მოიფიქრა, ამ საუბარში არავინ მოგვიწროსო. ფრთხილად დააურხელი და გაიტაცა. ზეინაბი გაიტაცა. ნახეთ ზეინაბი. სამ ჩაყლაპა თუ დედამიწა ვერ გაგმიგე. გადაკეთეთ ნახეთისკენ მიმავალი ყველა ბილიკი. გაჩხრიკეთ ყველა ხე, ყველა ბუჩქი. და ჩემი ზეინაბი დამიბრუნე. ზეინაბ! შვილო! ჩადარეს უწეხარ! უსათუოდ ქართველაზე მომწასა შენი თავი. ზეინაბ! შვილო! ზეინაბ! შვილო! მოგიგდე შენი გამწარებული დედა! მოვკალი თვითე, მოვკალი! დავიღუპეთ, დავიღუპეთ! Nu tu imistris magno bine de da șvilo mis matri romase gagențare bine. Christmis dansa ciala. Ignevi mistris romspis canșovini șvilat bine. Ignevi mistris rompura dar bine Dmitrim șoble misclețna budana. ეხლა გავიგერა მწარე მოფილაშვილის მოტაცება. მოვკალი ალა, მოვკალი. თელ ჩემს ქონებას ზეინაბს იცვლი. გაგზავნილმა მდევარმა თითქმის ვაშლოვნამდე უწია, მაგრამ ზურაბისა და ზეინაბის ყვალს ვერსაცხა. ზურაბმა იცოდა, რომ მდევარი დაედევნებოდა, ამიტომ შორი გზით მოვლარჩია. ჩრდილოეთის გზას დაადგა, რომელიც კახეთის ზემოსოფლებისაკენ მოდიოდა. ამით მან მდევარს კვალი აუგნია და შინ შვიდობით მიიყვანა თავისი ქეთო. მაგრამ ვაი ამ შვიდობას. თითქმის 3 თვე გავიდა, რაც ქეთო დაიბრუნეს, მაგრამ გვიძრი შვილი მშობლებს ახლოს არ იკარებდა. იგი საათობით იდგა თვალებს დახუჭული და მისი გონება დაფრინავდა შორეულ ძახესთანში.
ლეკურ სოფელში ნაიბთან და მის ცოლთან სადაც ის გაიზარდა მაწვილი ხალი თანდათან ჩქნებოდა და მამას ხელიდან ეცელებოდა რაცოდოა რანა შვილის დაბრუნება იმაზე დიდი ცოდვა რაც იმა ჩაიდინეს ცეცილასავით მოვწაწე საკუთარი სისხლი და ხორცი ერთი წამითაც არ ვფიქრია თუ რა მოგვატრიალებდა ჩვენ ჯგუფში კეთო ჩემი სისხლი და ხორცი სხვა წამართდა ესე დახისტება არა უნდა რა ჩამოხდა საგდა რა ვქნა ეს სამიდან უნდა შევასწავლო. აი შეიძლება ბანკას კაცი. წამიყვანე, ჩემს სამში წამიყვანე. ნუ შვილო, ნუ იმას. აი აქიცე. სულსანა. აი ახლა. წამიყვანე, ჩემს მშობლებთან წამიყვანე. აი შენი გავშობა. აი შენი დედიკო, აი. არა. მეტია შემიძლია. ეს გოგო დედა დარწმობს და მამა. არც მეყანა უნდა ჩვენი დაცახა. სანამ უყუროთ ეგრე ცოცხალად როგორ წინება ჩვენი შვილი. წაიყვანე იქ იყოს იმათა. ვიტომ შორს გამithorებია. თუ ერთი ღმრთონი იქნებია და დამიშილე წელიწადში ერთხელ ჩავიდე და თვალი შევავლო. წაიყვანე ზურაბ, წაიყვანე. არა, მაგდან არა. მე ჩემ შვილს ლეგატში არ გავაგზავნე. მე ჯერ არ დამიკარგავს იმედი რომ კედობა იხსენებ. თავის დედას, მამას, თავის ბავშვობას, თავის სახლს. არა, მაშინ მირჩევნია აქ ამკაცო. ნუ ზურაბ, მოიწვია. ოღონდ ცოცხალი იყოს, ოღონდ კარგად იყოს, იქ იყოს იმათა. ზურაბ, წაიყვანე. მოდი ჩემი ყვავილებინა. ხარი დღეს რა დღეა? უთშაბათი. ირაში რა დღეა? ის ხორმაზი წილა წაიღო, იდანტა დიამიტო, იდა მიმღერა, დამოდი ბაღჩაში წნახოთ, ჩემი ყვავილები. ვეცქნარი წილა წაჭეკა. დედიკო, მოდი ჩემი ყვავილებინა. ხარი დღეს რა დღეა? უთშაბათი. ერთმა მოგონებამ მეორე გამოიწვია. მეორე მესამე მეოთხე და ქეთოს ხალწინ გადაეშალა თორე თავისი ბავშვობა. შემოდგომაზე სკვერში ზურაბს ნაიბი და მისი ცოლი ეძებდნენ. ქეთოს სიხარულს საზღვარი არ ხონდა როცა
ხედავდა ოთხ ჯვირფას ადამიანს. ზურაბი და ნაიბი დამებრუნდა. მაგდამმა სული შეიყვარა ნაიბის სოლი. ამის შემდეგ წესად დასდეს ყოველ შემოდგომაზე თვერში მათი სტუმრობა. მაშინაც კი როცა ქედო გაათხოვეს და მშვენიერი კორჭილი გადაიტანეს.